გადავართ ერთი ნახევრად სერიოზული თემა, რომელიც შენმა ბიოგრაფიამ გამახსენა. ესე იგი, სულ მინდოდა მეკითხა და მაგრამ პეტრში კითხავ. არა, ხო, მართლა შეხვედი 99 წლის 9 აპრილს კომუნისტურ პარტიაში. 9 აპრილის შემდეგ უკაცრავად. არა, ნუ სერიოზული ამბები არის ამაზე. სერიოზული ამბებია, ბიოგრაფიას ვკითხულობდით, ის 2 წელი, რომელიც საბჭოთა არმიაში გავატარე, მე სანამ მოვიდოდი თქვენ საუბარს უსმენდი დამლაგებლების გაუქმების თემაზე და მგონი ბატონმა შალმა ბრძანა რომ აი საბჭოთა ჯარის ტრადიცია დამლაგებლის გაუქმება. მე მომიწია 2 წელი იმ ჯარში მსახური 86-88 წლებში, აი საბჭოთა ჯარში, როდესაც დამლაგებლები არ იყვნენ. ეს უნივერსიტეტში პირველი კურსის შემდეგ კი, სავალდებულო კიდევ სავალდებულო იყო ეს ამბავი. მე კომუნისტური პარტიის წევრი გავხდი საბჭოთა არმიის რიგებში. ანუ 88-მდე. 88 წლის მაისში დავბრუნდი საქართველოში, მივედი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩემი კურსელების მეგობრების სანახავად. მე წავედი საქართველოდან 1986 წელს. 86 წლის მდგომარეობით ჯერ მოსკოვის მახლობლად და შემდგომ უკრაინაში, კიევის მახლობლად. რატო შევამას ხას? საქართველოს დავტოვე მე 1986 წლის მდგომარეობის. და ჩამოვედი 88 წლის მაისში. დუღდა ყველაფერი. ეს იყო 2 სხვადასხვა ქვეყანა და 2 სხვადასხვა საზოგადოება. უნივერსიტეტში მივედი და ვხედავ ხალხია შეკრებილი, მეგაფონი უჭირავს. გარეჯის ამბავს. დავით გარეჯი, ხუჯაბი და ასე შემდეგ და ვხედავ იურისტი სტუდენტები წითელი სამკლაურებით დგანან ეგრეთ წოდებულ აცეპლენიაში. მორიგეები, იქეთ წესრიგის დასაცავად და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ის იურიდიული ფაკულტეტი, რომელიც მე დავტოვე და წავედი სამხედროში, ეს იყო საბჭოთა პოლიციური სისტემის პირდაპირ გაგრძელება, იმიტომ რომ ითვლებოდა, რომ იქედან იურიდიულ ფაკულტეტზე იზრდებოდნენ პოლიციელები, პროკურორები და ასე შემდეგ. ჯერ კი 90-11 წლებში, როდესაც სახელმწიფო სამართლის მიმართულებით გავაკეთეთ არჩევანი, მე და კიდე ერთმა კაცმა, მხოლოდ გიორგი კარანაძემ, დანარჩენმა 97-მა დაწერა უნდოდა პროკურორობა. ანუ ეს იყო პარტბილეთი და დახი. ეს იყო, არა, გეტყვით. და იქვე დავდექი ჩემი ცხოვრების არჩევანის წინაშე. ან უნდა ჩავდგარიყავი იქ წითელი სამკლაურით და წესრიგი დამეცვა, ან უნდა შევერთებოდი იმ ხალხს, ესენი იყვნენ დათო ტურაშვილი, ირაკლი მელაშვილი, ფიქრიათ შეხრაძე და სხვები, იმ დროის სტუდენტ აქტივისტები. გადავდგი ნაბიჯი და შევუერთდი იმ ასე ვთქვათ, დემონსტრაციას. პარტია ჩვენ რამოდენიმე სტუდენტმა იურიდიულ ფაკულტეტზე დავიწყეთ პარტიული ორგანიზაციის დემონტაჟის მცდელობა. ამ თემაზე მაგალითად დროინ მიგრიაული შეიძლება და ყოფილიყო ყველაზე პარტია დავტოვე 1990 წლის გაზაფხულზე. მაგაშია საქმე. მაგაში შემდეგ ვიყავი პარტიაში. მომისმენე. ხო, ეგ გვინდა მაგის დადგენა გვინდა. არა, გადავიდეთ სხვა. ეს ძალიან სერიოზული თემაა. ძალიან სერიოზული თემაა. ასე გავარკვიეთ. 99 წლის 9 აპრილს. შემდეგ იყავი პარტიაში, კიდევ შინიდან დემონტაჟი პარტიაში. არაფერი არ მინდოდა. ვისაუბროთ თუ გინდა. გავიგეთ და შენ არ მითხარი რომ აი შეგაიგე პარტიის რეფორმირება გვინდოდაო, ხო თქვი? კარგი, თუ აღარ გაინტერესებს გავჩერდე. არა, უფრო კარგი სახის კომუნისტური პარტია გვინდოდა. არა, უფრო კარგი სახის კომუნისტური პარტია არ გვინდოდა. დღეს, როდესაც საზოგადოებაში არის ის მითი დანერგილი, რომ თურმე 1970-იან წლებში, მაგალითად, როდესაც რესპუბლიკურ პარტიას ქმნიდნენ ჩემი მეგობრები, ან თუნდაც 80-იან წლებში, ან თუნდაც 90-იანი წლების დადგომამდე საქართველოში, ესე იგი, ყოველ 5-დან 4 მოქალაქეს ქონდა ჩამოყალიბებული აზრი და რწმენა რა იყო სწორი და როგორ იყო სწორი, ეს ასე არ იყო. არ შენიყავი ეს ასე არ იყო. ჩვენ 1988 წლის შემოდგომაზე დავბრუნდით ყველა სამხედროდან, შევქმნით სტუდენტ იურისტთა კლუბი და დავიწყეთ გეტყვი რა. მომისმენე. დავიწყეთ საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის წერა. რატო? იმიტომ რომ საბჭოთა საქართველოს რამდენი დღე ქონდა დარჩენილი რაციონალურსაჯე და არჩიერო 99 წლის 9 აპრილს არაყოლოდი ემოციებს და გაეგზელებინა ამის თაობაზე ვისაც საინტერესებს არა ლიტერატურული საქართველოს ფურცლებზე მე ვუყურებ და რამოდენიმე შენს მაგივრად გამოვიდოდი რა. მივაგდებდი ამ პარტიას. შენ მესმის, შენი ემოციური დამოკიდებულება ასეთ საკითხებსაც ცნობილია. მე 99 წლის 9 აპრილს, როდესაც ბალტიისპირეთში ჩავედით რამოდენიმე ახალგაზრდა საიუდისის მიწვევით და იქიდან წამოვიღეთ გარკვეული მასალები აქ ეროვნული ახერი იქნებოდა ხა 9 აპრილის მერე პარტიული კომუნისტური პარტიის წევრობა აი ახერი მომისმინე
როდესაც 99 წლის 9 აპრილს მე ვნახე ხალხი რომლებიც მართლაც 30 და 40 წელი სწორედ კომუნისტურ პარტიას ემსახურებოდნენ და 9 აპრილის ფონზე დაიწყეს იქ მანდატების ხევა და წვა და 9 აპრილს მიხდა ის საზოგადოება ეს იყო ის ნაბიჯი ადამიანებისგან რომელსაც მე ფარისეულების გარდა ვერაფერს დავარქვევ იმიტომ ადამიანებს ეს ემოცია წალი თქვენი კომუნისტი დედაც თქვა არ ქონდა ეგ კომუნისტია 9 აპრილის კომუნისტი დედაც არა კომუნისტობაში არ იყო იქ საქმე როგორ არ იყო თუნდაც მარტო კომუნისტობაში არ იყო საქმე ხელისუფლება იყო შესაძლებელი სწორი და კარგი ხელისუფლებით ეს ასე იყო დღევანდელი მითები და პოზიციაზე ხართ ბატონო ეს რო ხელისუფლება არის შესაძლებელი სამწუხაროდ ასეა რაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩავერთე მოდი 90-90 თავი დავანებოთ მე ძალიან პატარა ვიყავი და ნუ მახსოვს საკითხული მაქვს რაღაცები და არქივიდან თუ მაქვს კადრები ნანახი მაგრამ მე ყველაზე მეტად რა მაინტერესებს რაც შეკითხვაც მინდა დამესვა ალიანსის ფორმატით ანუ